მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს ძალიან სამწუხარო ამბავი მაქვს. 19 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში საფრანგეთის ქალაქ მარსელში, კლინიკა ლატიმონეში გარდაიცვალა ჩვენი ულამაზესი ბიჭუნა, რუსიშვილი ლუკა. ფონდმა ყველაფერი გააკეთა ბავშვის გადასარჩენად. ჩვენ დავაფინანსეთ გამოკვლევები, სადაც მას ძალიან მძიმე დაავადება დაუდგინდა. აუთვისებიანი ნეირობლასტომა. მეოთხე სტადია. ამ ვერაგმას ნეულებამ კიდევ ერთი ქართველი წაგვართვა. და ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ხომ ისედაც ძალიან ცოტანი ვართ. და ამას ვამბობ როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც საქართველოს პატრიოტი. მაგრამ როცა ბავშვი კვდება, ეს ძალიან შემზარავია. როდესაც პროკურატურაში უფროსი გამომძიებელი ვიყავი, რამდენი წლის ვიქნებოდი მაშინ, 27-28. ცხოვრობდი ძალიან უბრალო კოოპერატივისტ სახლში, კიევში ფასით ყველაზე ხელმისაწვდომში. ჩვენ დიდ ეზოში ვცხოვრობდით, სადაც სეირნობდა 2 თვის განმავლობაში ძალიან ლამაზი გოგონა, ალინა. მას სისხლის კიბო ჰქონდა. იმ დროს ეს არ ინკურნებოდა. რა წელი იყო ეს? 50 წლის წინ. ისეთი ნაზი და ლამაზი იყო. 5 წლის იქნებოდა, მაგრამ ასაკისთვის შეუფერებლად განვითარებული. ყოველთვის მოდიოდა ჩემთან და ყველა უფროსთან, ვისაც ის გვიყვარდა. ბავშვები ძალიან სწრაფად გრძნობენ მათ და მის სიყვარულსა და ყურადღებას. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არასოდეს დაიშუროთ სიყვარული. ბავშვისთვის სიყვარული არასოდეს არის ზედმეტი. ტიჩინას პირველი. ამ ქუჩაზე ხდებოდა ეს. სახლი იდგა უზარმაზარი. ალბათ გერმანელებს ჰქონდათ აშენებული, არ ვიცი. აი ასეთი სამწუხარო ამბავი იყო. ჩვენ ყველა ვუყურებდით და თითოეულმა ჩვენგანმა იცოდა. სამსახურში მივდიოდით და ვბრუნდებოდით. ალინა კი კვდებოდა. თანაც გარეგნულად ეს მასზე არაფრით არ აისახებოდა. ისეთივე ლამაზი იყო, ბაფთებიანი. მშობლები არც თუ ღარიბები ჰყავდა. მამა ყასაბი იყო. მოკლედ, კარგი ლამაზი ადამიანების ოჯახი იყო. მშობლები ახალგაზრდები იყვნენ. ალინას ყოველთვის ბევრი ბაფთა ჰქონდა. დედა ალამაზებდა თავის შვილს. და უცების გარდაიცვალა ჩვენი ალინა. ეს ყველასთვის საერთო გლოვა იყო. არ მინდა რომ ეს ბავშვი დაივიწყოთ. სამწუხაროდ მას არ ვიცნობდი. მაგრამ საქართველოში რომ ყოფილიყავი, მალე ვაპირებ ჩამოსვლას. დიდი ალბათობით შევხვდებოდი მას. უდიდესი, უზარმაზარი განსაცდელია. ამიტომ არასოდეს ჩაუაროთ გვერდის ხვის ტკივილს. არასოდეს, მეგობრებო. ღმერთისთვის ვერაფერს გააკეთებთ უფრო დიდს, ვიდრე გაუწოდოთ ხელი უცხო ადამიანს. უბრალოდ ვერ შეძლებთ. ის სწორედ ამას ელის თქვენგან. დაეხმარე და შენც დაგეხმარებიან. შენ სიცოცხლეშივე მიიღებ უამრავ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მე არ ვსაუბრობ სიამოვნებაზე, რადგან სიამოვნება ღმერთისგან არ არის. ასე მგონია. სიამოვნება სამსახურში დაწინაურებით, ფულისგან. რა არის შენთვის საინტერესო? ძალაუფლება. მაგრამ საქმე აქ სხვა რამეს ეხება, იმას რომ დიდი ტრაგედია მოხდა. თუ შესაძლებლობა გექნებათ დაანთეთ სანთელი და დადგით ფანჯრის რაფაზე, რომ სხვებმაც დაინახონ, რომ ლუკა აღარ არის. და მოგუმართეთ, 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 მოგუმართეთ. ჩვენ ვცხოვრობთ, რათა ხალხის პრობლემები მოვაგვაროთ.
ჩვენთვის ეს დიდი პატივია. და ამაში არაფერია სამარცხვინო. ქართველი ამაყიერია. და ამაზე ლაპარაკიც არ არის. მაგრამ იცოდეთ, რომ ის, ვინც მოგმართავს, ჩემსა და ჩემნაირების თვალში კიდევ უფრო ღირსეულია. იმაზე ღირსეული ვიდრე მე, გულწრფელად გეუბნებით, რადგან ფაქტობრივად ყველას შეუძლია დახმარება. ერთი ილოცებს, თუ ფული არ აქვს, მეორე ფულს მისცემს. აი თხოვნა კი რთულია. რთული. ჩვენ მიჩვეულები ვართ ვიფიქროთ, რომ ეს დამცირებაა. არა, ეს არ არის დამცირება. დამცირება ის არის ქუჩაში დადგე, ტურისტებს სდიო. როგორც ეს თბილისშია, აღმოსავლეთის მსგავსად. ეს მართლაც საშინელებაა. ამას არავინ ებრძვის. და კიდევ ნარკოტიკებისთვის ფულის მოთხოვნა. კარგი, ამაზე დავასრულებ. ცათა სასუფეველი ლუკას. აუცილებლად დაურეკეთ თქვენს მშობლებს და უთხარით, რომ ჯანმრთელად ხართ, რომ ყველაფერი კარგადაა. მათ სურთ თქვენი ხმის გაგონება. ყოველივე კარგს გისურვებთ. აუცილებლად ილოცეთ. აუცილებლად.